უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებული საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, საქმეში საკმარისად დევს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დაკავებულთა ბრალეულობა დასტურდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება გრძელდება. შაჰრიან ამრალიევი და ასიმ ახნედოვი სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა მიიყვანა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებმა სხდომის დარბაზში მხოლოდ საკუთარი ვინაობა დაადასტურეს. არც ერთ დაკავებულს დუმილი არ დაურღვევია. ადვოკატმა მოსამართლეს 10,000 ლარიანი გირაოს და დამატებითი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა, თუმცა სასამართლოსთვის შუამდგომლობის არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა. ISIS-ის რიგებში გაწევრების და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების საქმეში დევს ვიდეო, სადაც ამრალიევი და ახნედოვი კონსპირაციულ ბინაში ISIS-ის დროშის ფონზე ფიცდებენ, რომ შეასრულებენ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერების დავალებას ნებისმიერ ფასად. ორივე ბრალდებული იყენებს დღეის მდგომარეობით დუმილის უფლებას, შესაბამისად საქმის დეტალებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ჩვენი შუამდგომლობა იყო, რომ აკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა სასამართლოს ორივე ბრალდებული, ასევე ჰქონდა შუამდგომლობა ალტერნატივის გირაოს გამოყენების თაობაზე. თუმცა სამწუხაროდ სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ მიიღო მხედველობაში. დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. პროკურორი ამბობს, რომ ერთგულების ფიცის დადების სამსახველი ვიდეოს გარდა საქმეში დევს მოწმების ჩვენებები, ISIS-ის დროშა და ნაქირავები ბინიდან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობები. რა ინახება მეხსიერების ბარათებში, ამას ახლა ექსპერტები სწავლობენ. აღნიშნული მოქალაქეები გაერთიანებული არიან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და აღნიშნულის დასტურად მათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი, რითაც ვატყობნა გამოთქვეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დავალებით შეასრულონ ნებისმიერი სახის დავალება. ამ შემთხვევაში საქმეში მოპოვებული არის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს აღნიშნული პირების მონაწილეობას ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში. სახელმწიფო ბრალდება ადასტურებს, რომ გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებები ადგენენ იმასაც, ვის გაუგზავნეს ერთგულების ფიცი. ძიება იკვლევს, ვინ დაეხმარა მათ ისლამური სახელმწიფოს რიგებამდე მისვლაში. თუ ვინ ეხმარებოდა ამ პიროვნებებს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებაში ან ვისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული ფიცი გადასაგზავნოთ, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მიმდინარეობს ამ ეტაპზე გამოძიება. სუსმა ტერორიზმის ბრალდებით 2 ადამიანი გუში ბათუმში დააკავა, 2-დან 1 საქართველოს, ხოლო 1 აზერბაიჯანის მოქალაქეა. დაკავების ოპერაციამდე ოფიციალური ინფორმაციით კონტრტერორისტულ ცენტრს ბრალდებულები ოპერატიულ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. მათ სახლში იპოვეს ნიღბები, ISIS-ის დროშა, დაურეგისტრირებელი სიმბარათები. დანაშაული 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.